დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები ნუგზა ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ სასტუმროს აშენების მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი და მშენებლობის პროექტი დაუკვეთა. პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს, გია ონიანმა მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზა ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა. ნებართვის გაცემის პროცესში გია ონიანმა და ნუგზა ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები გასცეს. ასევე სასტუმრო მშენებლობის პროცესში ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დისკმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა და განეხორციელებინა მშენებლობის მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მიქცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინებათ, რაც საჭილის სახე და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.